ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კვირას ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა რეგიონზე. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც ხან იუნისში ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად მუვასიში 4 ადამიანი დაიღუპა. სასოწარკვეთილი ხალხი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე საავადმყოფოში მივიდა, სადაც ხედრები გადაასვენეს და დაშავებული ბავშვები და ზრდასრულები მიიყვანეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზაში მათ ჰამასის მებრძოლებმა გაუხსნეს ცეცხლი, რასაც 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ მიიტანა იერიში არმიამ ღაზაზე, როგორც ამბობენ, მათ ჰამასის ათობით სამიზნე დაბომბეს. ბავშვი ეძინა, ნამსხვრევები კარვის შუაგულში ჩამოიყარა. რაც ცოდვა ჩავიდინეთ ამისთანაც ჩვენან ბავშვებმა. მათ ვერ მოასწრეს სკოლიდან დაბრუნება. რა უნდათ, მასწავლებლების კარავს რომ მომბავენ, იქ ხომ ბავშვებს ასწავლიან. რა უნდათ ჩვენგან, სად არის მშვიდობა? ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ღაზის სექტორში დარტყმების შედეგად 29 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მორიგ შეტყობინებამდე ტერიტორიაზე დახმარების შეტანა შეჩერებულია, რადგან ჰამასი არ ღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. შუამავალი ქვეყნების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვითარების დეესკალაციისა და დახმარების შეტანის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს დაავალა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მკაცრი ზომები მიეღოთ, თუმცა ომის განახლებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ისრაელის არმიის განცხადებით, მათ ცეცხლი გაუხსნეს მებრძოლებს რაფაჰის იმ რაიონებში, რომლებსაც ისრაელი აკონტროლებდა. ჰამასი თავის მხრივ ისრაელს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და ამტკიცებს, რომ მათ უკვე დიდი ხანია აღარ აქვთ კავშირი მებრძოლებთან რაფაჰში. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციებს 68,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.